კვირას ქრისტიანული სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. Როგორ ემზადებიან ქუთაისში ამ რელიგიური დღესასწაულისათვის, ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა სიუჟეტი ქუთაისელებისთვის ცნობილ ერთ-ერთ ტრადიციულ ტოროშელიძეების ოჯახში მოამზადა. ბებიის მოსახელე თინა თიკო ტოროშელიძე კვერცხებს წითლად ვნების პარასკევს ღებავს, რაც ქრისტეს მიერ დაღვრილი სისხლის განსახიერებაა. კვერცხებს ყოველთვის წითელ პარასკევს ღებავთ? კი, კვერცხებს ყოველთვის წითელ პარასკევს ღებავთ და მახსოვს დილით ადრე ვდგებოდით ბავშვები. ჯერ კიდე პატარაობისას ეს დღე იყო კვერცხების ამ წითელი კვერცხების მოლოდინში და ახლა განსაკუთრებული ხო არა გაქვთ წესი შეღებვის? არა, ტრადიციული წესი გვაქვს, ჩვეულებრივად ვიყენებთ საღებავს კვერცხისთვის, მარილს და ძმარს. რომელსაც ეხა მოვათავსებთ ქვაბში. რა კარგი იყო ეს სამზადისი და რა კარგი არის დღესაც აღდგომის სამზადისი, წითელი კვერცხი, პასკა, ეს მოლოდინი, გადასარევი ამბავია. ადრე როგორ იყო თქვენს ბავშვობაში, ვინ საქმიანობდა? ბებო იყო ჩვენი მთავარი კულინარი. ბებო მასწავლა დედას, ანუ დედამთილმა ასწავლა რძალს, დედაჩემმა შემდეგ მასწავლა მე. ახლა ორივე ერთად ვასწავლით ჩემს ქალიშვილს, ისიც მიიღებს მონაწილეობას. და მართლა მთელი ტრადიცია ეს პროცესი ჩვენთვის, ჩვენი ოჯახისთვის, იმიტომ რომ მამა ჩემი სამსახშია დაბადებული, ბაბუა ჩემიც და ბებია ჩემი გვერდით მეზობელი იყო, რომ მოიყვანა ბაბუაჩემო ცოლად. ცოტა დაბლა ცხოვრობს თბილისის ქუჩაზე, თინა დანგაძე იყო რედაქციის მთავარი ბუღალტერი, ადრე რედაქცია იყო, ახლა აღარ არის რედაქცია. და მთელი ამბები იყო, გადაძახილები, გადამოძახილები. ის კი არა ტრადიცია იყო, რომ ჩვენ რო შევღებავდით კვერცხს, ერთი ქვაბი ქონდა სამეზობლოს. და დაამთავრე კვერცხის შეღებაო, გადმოძახებდა ბებიაჩემს მისი მეგობრები სამეზობლოდან და კი ახლა დავამთავრებ და მოგაწოდებ ამ ქვაბსო. ერთ ქვაბში რამდენიმე ოჯახი ვღებავდით კვერცხს. ეხლა ვასხამთ წყალს. მე მგონი დავფარეთ. კი ბატონო. ეს ეხლა უნდა შევდგათ ცეცხლზე. ეხლა ეს დავფარეთ წყლით და ადუღებამდე სანამ მივიყვანთ, მანამდე უნდა დავუმატოთ საღებავი და მარილი და 10 წუთი გათიშვამდე, უკვე 10 წუთი რო დარჩება მოხარშვამდე ძმარი, რომ ერთგვაროვანი ფერი მიიღოს და გამოდის ძალიან ლამაზი და წითელი კვასკვასა კვერცხები. ახლა როცა კვერცხის შეღების პროცესი დაწყებულია, თინა დედასა და შვილთან ერთად ტრადიციულ იმერულ ეთნომარანში, რომელიც სხვათა შორის თინა ტოროშელიძეს საკუთარი ხელით აქვს მოწყობილი, ასევე საკუთარ ეზოში, ქუთაისის ცენტრში, პასკის მომზადებას იწყებს. პასკა მაცხოვრის აღდგომის რწმენას განასახიერებს და მის მომზადებას თინას დედა ქალბატონი ლაურა განსაკუთრებული გულისხმიერებით ეკიდება. ეს არის ჩემი დედიკო, ქალბატონი ლაურა და ჩემი შვილი მონიკო. და ყოველ აღდგომას ჩვენი ოჯახი მთელი ამით მომზადებით ამ დღესასწაულისთვის, იმიტომ რომ აი ეს პროცესი პასკის მომზადება არის ძალიან მნიშვნელოვანი და ბებია ჩემიდან მოყოლებული მახსოვს, რომ იმ დღეს როცა პასკა საცხობდა, ჩვენ ჩუმად უნდა გვიარა სახლში. და იძახდა, რომ არა მოვაო, ეს პასკა არ გაკეთება, თუ იხმაურებთ და მთელი დღე სანამ პასკა დაცხოდა, ასე არისო? ვიღავით ჩუმად. იმას არ მიეკაროთ, იქ ცომიდებს, იქ ესდებს, იქ ისდებს. ჩემი დედამთილი იყო, არ ვიცი, მე რაღაც სასწავლო პიროვნება. თინა დანგაძე ქალაქში ცნობილი პიროვნება იყო, რედაქციის თავარი ბუღალტერი. ყველა იმას ეკითხებოდა, თუ რედაქციაში ვინმე იყო, თინა ეს როგორ კეთდება, თინა ეს როგორ კეთდება და რა თქმა უნდა, ეხლა მეც რომ შემოვედი ოჯახში, ახლა ესე არ ვიყავი, რომ არაფერი მცოდნოდა, მაგრამ აი კულიჩის დაცხობა, ხინკლის მოხვევა და მოხარშვა და საერთოდ დამზადება და საცი. და მე მასწავლის ქალბატონი ლაურა. რაც შემოვედი თითქმის ყოველ წელს ვაკეთებ მას.
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რიტუალი. მამა ჩემი ერთი კვირა მზადება ბაზარში წასასვლელად, რომ ინგრედიენტებს დედა უწერს და იქ არ გამო ეს მთელი პროცესია. ეს უნდა ნახო როგორ ემზადებიან ორივე ეხლა და ადრე ბებია ჩემი. და ესეც ჩავყარო. ცოტა ქვილი. ნინიკოს თუ ასწავლებს თანა ყველა. აი ნინიკო შემოგვიერთდა და კი მიყურე. დიახ, რა თქმა უნდა და მოიხმარები რაღაცები საკეთებაში. ეხლა შემოგვიერთდა. აქამდე დიდად არ იყო ჩართული ამ პროცესში, მაგრამ უკვე გაიზარდა და გაინტერესებს ნინიკო ყოველთვის ცოდნა. კი, რა თქმა უნდა და ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. და ზოგადად ზოგადად ჩვენი ოჯახისთვის, იმიტომ რომ ეს არის ქუთაისი, ეს არის ტრადიციები, რომელზედაც გიჟდები და თან ამას თუ ვინმე უზიარებ, ხო საერთოდ მთელი ამბავი გვაქვს აქ. სიამოვნებით ვაკეთებ აქ რამდენი წელიწადია და ღმერთს ვთხოვრო სანამ ცოცხალი ვიქნები შემაძლებიოს რომ ვაკეთო და მე ალბათ რო აღარ ვიქნები ჩემი შვილები და შვილიშვილები. სხვათა შორის ასეც ამბობს ხოლმე. სანამ პასქის გაკეთება შემეძლება, ესე კი მანამდე უნდა ვიყო. მანამდე ვიქნები კარგად და რო აღარ შემეძლებაო და დიდი ხანი შეძლებდე. მაგრამ უფალმა იცის და რომელს უფრო კარგად გავუგებთ? თქვენ თუ თქვენ ქალიშვილს რომელსაც ასწავლეთ პასკების წელს? ხო, არა, ამასაც არ გამოდის. ცუდი, კარგი გამოდის. მაგრამ რა თქმა უნდა მე ამასაც ანუ მე პირველია ქალბატონი ლაურას ნახელავი. აი საცივის გაკეთების ცერემონია არის კიდე. აი მიყვარს, ჭამაც მიყვარს. კეთებაც მიყვარს ნამდვილად. წითელი კვერცხი უნდა გადააგორო საფლავზე, ჩვენ ტრადიცია. ასკა უნდა დაადო იქ სანთელი ჩაარჭო შიგნით და ანთო და რა ვიცი, მთელი ცერემონია. ხალისი ნამდვილით იგივე ახალგაზრდობაში და ახლა ზუსტად იდენტური არის იგი რაღაცა ქვია. აი ეს გძნობა. არა, ეხა 60 წელს გადაცილებულია. სულ ამაზესი გოგო ხარ, ეხლა ვარიცი. გოგოს რა მოგახსენოთ. არა, მნიშვნელობა იმის შემდეგ, დიდი ჩაყარე, ჯაოზი, ვანილი, ზეთი, თუ ნახე ზეთი ჩაუშვი. დედამხედველო ხანი როგორი გაყიდვები დეტალი არ გამახსენდა. ის დაგჭირდება. და ხა თქვა ყველა ყვირი ვარ ხოლმე. არა, დედა, შენ არასდროს არ ვიყო ხა. ასე დააჭირე ხე. არა, დავაჭირი, მაგრამ არა, იმას. ახლა მიქსერის ხმარებაც. ეხლა უნდა დიდხანს ხელი ძელა? ეხლა უნდა 1 საათით სევდა ბებია. ამ პასკას და გუშინ დედა იძახდა. 1 საათი ეხლა თქვა ვერ მოვზიარავ დედა, მაგრამ 9 საათი არა უშავს, კარგი გამოვა მაინც, იმიტომ რომ 1 საათი მართლა რთული მოსაზელია. მას რამდენიმეჯერმე ჩავზელთ. შემდეგ დავუმატებთ ქიშმის სამოსვლისას. თქვენი ორივე გოგონა ასეთი გამორჩეული დიასახესია როგორც თქვენ? ჩემი და არა, მეორე გოგონა ეხლა თავისი დაცხობილია გოგო პასკების ნაზი. ნახე რა თქვა. ანუ ხო და ძალიან მეორე გოგონა უფრო დიასახლისია ვიდრე მე. არა, როგორ მეკადრება. თიკო, შენ მიყავს თელი იგი რაღაცა ქვია სტომარ მასპინძლობა, მის კი ჩამოდის. არა, ეგ მართლა უფრო კაი კულინარია ჩემი და ეგ უნდა, იმიტომ რომ ის თუ შევიდე სამზარეულოში იქიდან არ უნდა გამოსვა. თან ეძიებს თუ რამე ახალი გაიგონა, ის უნდა დატესტოს აუცილებლად და უნდა ის არის ჩემზე მეტი მოწოდებით სამზარეულოს გენში აქვს ისე გენში. კი, ბაბუა ჩემი იყო ლენინის ორდენოსანი. ბაბუა შენია, დიდი ბაბუა, დედა. ხო, ბაბუა იყო. მამაშენის ბაბუა, დიდი ბაბუა. კი. ერთადერთი კაცი იყო საქართველოში, რომელსაც ამ კულინარიის დარგში ჰქონდა ლენინის ორდენი აღებული. უყურებ? კი, ერთადერთი ადამიანი იყო საქართველოში, ვისაც ლენინის ორდენი მისცეს, იმიტომ რომ გალაქტიონ ტოროშელიძე, მამა ჩემის გალაქტიონ ტოროშელიძე, მისი ბაბუის საპატივცემო და მე ვარ თინა ტოროშელიძე, ჩემი ბებიის თინა.
საპატივცემლოდ. ასე გრძელდება ჩვენთან გვარით, სახელით, ტრადიციაც, შეფობაც, კულინარობაც, არა და? აი, უკვე მივიდა ადუღებამდე. წითელი კვერცხები და პასკა ყველა სუფრის უცვლელი ატრიბუტია. კვერცხები მოიხარშა და ახლა ჩვენი მასპინძელი მათ ბებიის რეცეპტით წითლად ხებავს. წინასწარ გამზადებული. ხო, აი ეს აღებავი. ბებო მიმზადებს სპეციალურად. ერთი მოხუცი ბებოა ბაზარში. რაღაცებს ურევს ენდროს, ისეს აღებავს, რაღაცა თავის რეცეპტი აქვს ამ ქალბატონს და თან ინსტრუქციასაც მატნევს. როგორ უნდა შევღებო. ხო და ის ინსტრუქციაც ემთხვევა, რა თქმა უნდა, ჩვენს ინსტრუქციას ოჯახში როგორც ვაკეთებთ, მაგრამ ისო არ გამომატანოს, ვერაფრით ვერ მოისმენებს, რო არ გამოგივიდესო კარგი წითელი ფერიო, მერე ჩემზე რო დაგწყდესო გულიო. გულია ზრუნვაშია, მოსიყვარულებაშია ამ ამბავში, რომ ეხლა მარილიც უნდა დავუმატოთ. და დაიწყება დუღილის პროცესი. ეს მარილი უნარჩუნებს კარგად კვერცხს სიმკვრივეს. და ძმას როდის და აი ეხლა ეს დაიწყებს დუღილს და სანამ გადმოვდგამთ მოხარშვის დასრულებამდე 10 წუთით ადრე დავუმატებთ ძმას, რომ ეს ფერი კარგად განაწილდეს. ეხლა დავახურებთ თავს ამას და ეს დაიწყებს დუღილს, აი, დაივარდქო. ვიდრე კვერცხები საბოლოოდ მომზადდება, თინა სააღდგომო პასკებს გამოსაცხობად ამზადებს. როგორც მოეფერებით ომს, ისეთი კებრილი გამოვა ძველად პასკის ცხოვასაც რაღაცა სხვა ის ქონდა. მეზობლები ეხლა ზოგი გარდაიცვალა, ზოგი ჩემი დედამთილი რო აკეთებდა მაგალითად, მისი პლეადის ხალხი თითქმის ხო, ყველა აკეთებდა და მე ეს და მიუკითხავდნენ ერთმანეთს ამ მაგას. შეჯიბრი იყო, შეჯიბრი ვის როგორი კარგი გამოუვიდოდა და იყო მოკლედ ერთი ამბავი და ხო, ძალიან. აბარა გადმოძახილები, მერე გარჩევა იმისი, ვისი როგორი პასკა იყო და გარჩევა და თავის მოწონება და მთელი წელი საუბრობდნენ, რომ აი თინას პასკა და მე მახსოვს ეს, რომ არც კი განიხილავდა ბებია ჩემი, რომ არ გავიდოდა ერთ-ერთ პირველ ადგილზე ამ პასკის გემოებში, იმიტომ რომ ისეთი დაინტერესებული იყო. აი რა ზუსტად გამოვიდა. რა ჯობია. კარგ მეზობლობას, კარგ სიყვარულს და ურთიერთობას, მიკითხვას, მოკითხვას. ქუთაისი. ჩემი ქუთაისი არის ეკი. აი ამოვიდა ჩვენი პასკის ცომი და ღუმელში კიდე უფრო მეტად ამოვა. კარგად ამოსულა. იმედია, კავდვილაურა არ მოგცემ შენი შვილს. იმედი მაქვს, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ მაინც მოგცემს. იმიტომ რომ დედას ყოველთვის აქვს ის მომენტი, რომ ამაზე უკეთესით შეიძლებოდა. გამოვიღოთ უნგრიაში. პასკები გამოცხვა ტოროშელიძეების ოჯახში ტრადიცია არც ამ წელს დაირღვა და იულიო საოცარი არომატი ტრიალებს. პასკები და კვერცხები თინამ ჯადოსნურ გარემოში მოამზადა. შეიძლება ითქვას სამოთხეშიც კი, საიდანაც კიდევ ერთ ზღაპარში გადავინაცვლეთ და დები იშხნელების სიმღერის ფონზე მომზადებული პასკები სალონურ გარემოში დავაგემოვნეთ.
ეს არის უკვე გამომცხვარი, ხო, რა ლამაზებია. კი, აი ჩვენი საღდგომო პასკები, ეხლა აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ. დავჭერათ ეს ჩვენი პასკა. ჯერ კიდევ თბილია. ასე. დავაცხათ ჩვენი გურული ჩაი. მეგობარი მაწვდის გურიიდან ამ ჩაის. ეს არის ქუთაისი. დაჯდებოდნენ ესე დასხდებოდნენ. ჩაიპიწი ეს ეძახდა ბებია ჩემი. დაურეკავდა ხაზის ტელეფონი იყო მაშინ. ჯულიეტა, გამოდი ჩაიპიწიეზე. ვიმოსაიფოთ ერთი მომიყევი ამბები ამ თავს იმ თავს და ასე დასხდებოდნენ, მურაბები ჰქონდა ერთი ხუთნაირი. ეს იყო ყველაზე განსაკუთრებული, იმიტომ რომ ცოტა ისეთი პიკანტური გემო აქვს. ეს არის ისი მურაბა. ეს არის მანდარინის მურაბა, ჩემი ყველაზე საყვარელი დესერტი. ყველაზე მეტად ქუთაისი. საქართველოს დანარჩენი ქალაქების მაგით განსხვავდება. ქუთაისი არის. ქუთაისი არის ურთიერთობა და ჩასიყვარულება და მოფერება და მასპინძლობა. რომ ისეთი მასპინძლობა, რომ გონია, რომ ახლა ანდია სახლის შეუწუხდება გული ამასპინძლობისგან და ან სტუმარს, იმიტომ რომ იმდენად ფუსფუსი და ქოთქოთია სტუმრის დროს. ყველა სახლში, მარტო ჩემ სახლში კი არა, ყველგან, სადაც სტუმარი მიდის, ქუთაისში და იმერეთში ზოგადად, ჩვენი მხარია ეგეთ. ჩვენ ამბიცია გვაქვს, რომ ვიყოთ სუპირველები საქართველოში მასპინძლობის კუთხით და ამ ჩახუტების და მოფერების. აი ქუთაისში ჯერ კიდევ ბევრი დარჩა ძველებური ამ კუთხით, რომ ჯერ არ პარგავთ. კი, ის რომ სტუმარი რო გამოვა, ასე უნდა მოვიქცეს, სტუმარი რომ მოვა, ის ასე უნდა იყოს, ის პეწი, ის დეტალი, ის წვრილმანი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მე მახასიათებ ზუსტად ეს ქუთაისური დეტალებზე განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა, რომ რა ვიცი, ზუსტად ეს დეტალებია ყველაზე მნიშვნელოვანი და ის წვრილმანებია, რაც თლიანობას ქმნის. ისეც, რომ სტუმარი გადარეულია. რა ხდება ამ ქუთაისში რა ხართ ასეთებიო და ძალიან ბედნიერია. ტრადიცია რომ არ დაკარგული იყოს, ზუსტად ამიტომ გააკეთეთ თინას ეთნომარანი. კი, აი ზუსტად ამ სახლში ხდება ამის გაზიარება. მოყოლა, შეხება ამ სიყვარულთან და როცა ეს ხდება, სტუმარს ისეთი ემოცია აქვს, რომელიც თვითონ ამბობენ, რომ არასდროს არ დაავიწყდებათ და ამას გვაძლევს ჩვენ ქუთაისი, თორე სხვა რა გვაქვს ხა ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს გვაქვს ყველაზე მაგარი, რაც გვაქვს ჩვენ ქუთაისს. მხოლოდ ტრადიციული ქუთაისური პეწი და ლაზათი, ნათესაური და მეზობლური, მეგობრული და თბილი ურთიერთობები უნდა ჩვენს მასპინძელს საუკუნეების მანძილზე გადავიდეს შვილიდან შვილზე და ყოველ აღდგომას ისმოდეს ქრისტე აღსდგა, ჭეშმარიტად აღსდგა.